საკადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ საქართველოს საკადასახადო კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის გამხილველ ორგანოში. საკადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, ხოლო არადამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრდება ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ამასთან აღსანიშნავია ორი მნიშვნელოვანი გარემოება გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა და განსაკუთრებით შემცირებულია საჩივრების განხილვის და მიღებულ გადაწყვეტილების აღსრულების ვადები. თემაზე სასაუბროდ შემოსავლების სამსახურთან ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის სტუმრის ფარგლებში ვისაუბრეთ. ნინო ფოდიაშვილი შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსია, ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემას სტუმრობისთვის. როდესაც მე ბიზნეს ჟურნალისტიკაში საქმიანობას ვიწყებდი, შემოსავლების სამსახურთან ბიზნესის დავა, მაშინ ჟურნალისტებისთვის, ბიზნეს ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი აქტუალური თემა იყო და ძალიან ხშირად შემოსავლების სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელობას ვაწუხებდით ხოლმე აი ამ ბიზნესის დავების კუთხით როგორი ტენდენციები იყო. ბოლო წლებში თითქმის ძალიან შემცირებულია ყოველ შემთხვევაში იმ ბიზნეს სუბიექტების საჯარო განცხადებები. მე არ ვიცი დავები იქ რამდენად ბევრი გაქვთ ან ცოტა, მაგრამ საჯაროდ ის რომ მედიასთან ამაზე ძალიან აქტიურად ისაუბრონ, შემცირებულია ყოველ შემთხვევაში ეს ტენდენცია. რაც ჩემი გადმოსახედიდან მიუთითებს რომ იმ მასშტაბით აღარ აქვს პრეტენზია, როგორც დაუშვათ მანამდე შეიძლება ქონოდათ. ამიტომ თავდაპირველად სურათი რა გვაქვს დღეს, იმაზე ვისაუბროთ, როგორი სურათი გვაქვს და მე უკვე გადავიდეთ რა შემთხვევაში შეიძლება რომ მოგმართონ, რა ფორმით უნდა მოგმართონ და რა პერიოდი არის დავების გამხილველი საბჭოს გადაწყვეტილებას, რა დრო ჭირდება, იწელება თუ არა დროში, რომელიც ხშირად არის ხოლმე ამ მიმართულებით კითხვები და შემდგომ. კი ბატონო, პირველ რიგში ვისაუბროთ თვითონ დავის გამხილველი ორგანოს სტრუქტურას და შემადგენლობაზე. ესე იგი, საკადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია არ იყოს დამაკმაყოფილებელი გადასახადის გადამხდელისთვის, საჩივრდება დავის გამხილველ ორგანოში. ამ მიზნით შემოსავლების სამსახურში შექმნილია დავების განხილვის საბჭო, რომლის საქმიანობა და მუშაობის პრინციპი რეგლამენტირებულია საქართველოს საკადასახადო კოდექსითა და მთავრობის დადგენილებით. ხოლო თვითონ დავების საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით და დღეს მოქმედი დავების განხილვის საბჭო შედგება 9 ძირითადი წევრისგან და 6 მოწვეული სპეციალისტისგან. 9 ძირითადი წევრის ნაწილში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პირები წარმოადგენენ არასაოპერაციო დეპარტამენტების თანამშრომელ წარმომადგენლებს, ანუ გულისხმობ იურიდიულ დეპარტამენტს, დავების დეპარტამენტს, ანალიტიკურ დეპარტამენტს, მეთოდოლოგიის დეპარტამენტს, ხოლო მოწვეული სპეციალისტების რანგში საბჭოს ესწრებიან საოპერაციო დეპარტამენტების თანამშრომლები, ანუ უშუალოდ ის დეპარტამენტები, რომლებიც ადმინისტრირებას ახორციელებენ. ეს შეიძლება იყოს, შეიძლება კი რა არის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მომსახურების დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბჭოს ყავს თავმჯდომარე, რომელიც არის ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსი და საბჭოს თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის. ეხლა მაყურებელს განვარტოთ ასევე ორეტაპიანი საკადასახადო და დავა რა შემთხვევაში იწყება და როგორ ხდება და რას ნიშნავს ორეტაპიანი საკადასახადო დავა, იმიტომ რომ ამაზეც არის ხოლმე ხშირად კითხვები. კი ბატონო, როგორც ბრძანეთ, შემოსავლების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საკადასახადო დავა წარმოადგენს ორეტაპიან დავას და პირველ ეტაპზე დავა იწყება შემოსავლების სამსახურში. ანუ საკადასახადო დავა რომ წამოიწყოს გადამხდელმა, მან მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება, ან ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის ნაწილობრივ მიუღებელია, უნდა გაასაჩივროს შემოსავლების სამსახურში. ეს არის პირველი ეტაპი და ამ პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ უკვე მიღებული გადაწყვეტილება მას შეუძლია უკვე გაასაჩივროს მეორე საფეხურზე. ეს შეიძლება იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო ან სასამართლო. კი ბატონო, რა ფორმით წარედგინება საჩივარი იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში შემოსავლების სამსახურის პრაქტიკულად ყველა სეგმენტი არის გაციფრულებული და შესაბამისად ელექტრონულად ხდება ძალიან ბევრი საქმიანობის განხორციელება, რა ფორმით ხდება
ხდება დღეს საჩივრის წარმოდგენა? როგორც წესი, საჩივარი დავის განხილველ ორგანოს წარედგინება ელექტრონული ფორმით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ყავს ასევე გადამხდელი ფიზიკური პირებიც, საჩივრის წარმოდგენა შესაძლებელია ასევე მატერიალური ფორმითაც, ანუ ორივე ფორმით შეუძლია გადამხდელმა ისარგებლოს საჩივრის წარმოდგენით და შესაბამისად თვითონ საჩივრის ფორმა რეგლამენტირებულია მთავრობის ადგილებით, ანუ ის მინიმალური მონაცემები, რასაც საჩივარი ყველა შემთხვევაში იღებთ საჩივარს თუ არის შემთხვევები, რომ რა შემთხვევაში შეიძლება რომ საჩივარი არ მიიღოთ წარმოებაში? კი, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით აღნიშნული ნაწილით მკაფიოდ არის რეგლამენტირებული და საჩივრის წარმოებაში მიღების შემაფერხებელი გარემოებები შეიძლება იყოს ესეთი გარემოება, როგორიც არის, როდესაც თქვა საჩივარი წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, თქვა არ ახლავს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი ეგრეთ წოდებული მინდობილობა. საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული დოკუმენტის რეკვიზიტებს და არ ახლავს ეს გასაჩივრებული დოკუმენტი. საჩივარი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, ასევე საჩივარი წარმოდგენილია ვადის დარღვევით. ანუ ეს ყველა გარემოება შეიძლება იყოს საჩივრის განხილვას წარმოებაში მიღების შემაფერხებელი გარემოება, თუმცა კანონმდებლობით ასევე რეგლამენტირებული გვაქვს, რომ გადამხდელს ამისთვის უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და მიეცეს ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც არ შეიძლება 5 დღეზე ნაკლები იყოს. ხარვეზის აღმოფხვის შემთხვევაში უკვე საჩივარი დაშვებული იქნება განსახილველად, თუ არა და დარჩება განხილვა. განხილვის დინამიკა როგორია, რა ვადები ჭირდება დაუშვათ აი ამ საჩივრის განხილვას და დაუშვათ პასუხის გაცემას კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის წერილზე და საჩივარზე? დავის განხილველ ორგანოს საჩივრის განხილვისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული აქვს 20 დღიანი ვადა, რომლის დენა ჩერდება და ეს დენის გაჩერება შეიძლება იყოს თავად დავის განხილველი ორგანოს ინიციატივით ან მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, რა შემთხვევაშიც საჭიროა დოკუმენტების, მტკიცებულებების, ინფორმაციის მოგროვება, დამუშავება. თუმცა აქაც რეგლამენტირებული ვართ და ეს ვადის დენის შეჩერება არ შეიძლება აღემატებოდეს 45 დღეს. ან ჯამში 65 დღიანი ვადაა, რა ვადაშიც უნდა იქნეს საჩივარი გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა. და ტენდენცია როგორია დაახლოებით რა ვადაში უფრო აი მაგალითისთვის რომ მაყურებლისთვის უფრო ცხადი და გასაგები იყოს, რა ვადაში ხდება ხოლმე საჩივრის რეალურად განხილვა? ვადა კი შეიძლება იყოს უფრო მეტი, მაგრამ პირობითად რა ვადაში ახდენთ ამის განხილვას? იმიტომ რომ ამ ბევრი კითხვა არის ხოლმე დაუშვათ გადასახადის გადამხდელების მხრიდანაც, რომ ხომ და კითხვები ისმის ასევე გაჭიანურების ტენდენციაზე და ამ მიმართულებით როგორია შემოსავლების სამსახურის პასუხი? კი ბატონო, სამსახურმა გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით შეიმუშავა საჩივრის განხილვის ასე ვთქვათ დავების შემცირებისა და საჩივრის განხილვის ვადების შემცირების სტრატეგია და ამ მიმართულებით თუ ჩვენ გადავხედავთ 22 და 2023 და 2024 წლების დინამიკას, შემოსული საჩივრების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული, თითქმის 19%-ით არის შემცირებული წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა, ხოლო რაც შეეხება ვადების ნაწილში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მკვეთრად არის გაზრდილი საჩივრების განხილვის ვადები. თუ შევხედავთ ჩვენს პრეზენტაციას, ვნახავთ, რომ 30 დღის ვადაში განხილული საჩივრების რაოდენობა 2023 წელს შეადგენდა 75%, ხოლო 60 დღის ვადაში განხილული საჩივრების რაოდენობა 88%. ჩვენ შევძელით, რომ აი ამ სტრატეგიის ფარგლებში 2024 წლის პერიოდში 30 დღეში განხილული საჩივრების რაოდენობა გამხდარიყო 86%, ხოლო 60 დღეში დასრულებული საჩივრების რაოდენობა თითქმის 97%-ს აჭარბებს. იგივე ტენდენციას და გაუმჯობესებულ ტენდენციას ვინარჩუნებთ 2025 წელს და თითქმის 99% საჩივრებისა განხილული არის 60 დღეში. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ ერთგვარად შევაჯამოთ და მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ ავუხსნათ, რა შემთხვევაში მათ შეუძლიათ რომ მიმართოს შემოსავლების სამსახურს საჩივრით და შესაბამისად შემოსავლების სამსახური რა შემთხვევაში მიიღებს აი ამ საჩივარს განსახილველად იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად გქონდეთ წარმოდგენა რაზეა საუბარი. კი ბატონო, გადასახადის გადამხდელმა თუ მისთვის არადამაკმაყოფილებელია საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეუძლია საჩივარი წარმოადგინოს შემოსავლების სამსახურში. დავის წარმოება აუცილებლად პირველ ეტაპზე უნდა დაიწყოს შემოსავლების სამსახურში და გადამხდელებისთვის ვიტყოდ
ვთქვი, რომ გააკონტროლონ გასაჩივრების ვადები, იმიტომ რომ საგადასახადო დავის ნაწილში ეს არსებითია და მნიშვნელოვანია, წარმოადგინონ დასაბუთებული საჩივარი და საჩივარს აუცილებლად დაურთონ თავიანთი დოკუმენტები, თავიანთი მტკიცებულების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში არც ის ვადის დენის გაჩერება არ გახდება საჭირო, როცა სრულყოფილი იქნება საჩივარი განსახილველად წარმოდგენილი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნინო ფოდიაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.